გამარჯობა მოგესალმებათ ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. სანამ თქვენამდე მოვიდოდი, საკმაოდ მძიმე და რთული გზა გამოვიარე, მაგრამ სამაგიეროდ დღეს თავაწეული შემოვედი სტუდიაში და ვიწყებ მონოლოგს. გილოცავთ მეგობრებო, როგორც იქნა ალეკო ელისაშვილი შევიდა პარლამენტში. მოკლედ, თელ ერს სულხან-საბა ორბელიანზე არ გვინერვიულია ამდენი, ლუდოვიკო მე-14-თან რო უნდა შესულიყო. ალეკოზე რომ ვინერვიულეთ, მართლა მთელი კვირა განვიცადეთ. ელისაშვილმა განაცხადა თავაწეულები შევედითო პარლამენტშიო. მოკლედ ალეკო ზვიგენივით შეიჭრა პარლამენტში. არა, ალეგორიულად არ მithქვამს ეს ყველაფერი, უბრალოდ რო წარმოვიდგინე თავაწეული ალეკო, გეგონებოდა რომ მართლა ზვიგენი შედის. ზვიგენივით ხო იქნებოდა ესე თავაწეული რო იქნებოდა, ხო იქნებოდა ზვიგენივით ხო იქ. ალეკო მე გეტყვი, რისი ბრალია თავაწეული რო შეხვედი. შენ ახლა შუბლის ზარგი გვაქვს გაჭიმული. გაჭიმული გაქვს ეგ შუბლის ზარგი და მაგან წაიღო ზემოთ თავი. მაგან წაიღო და მთლიანად, აი მე ცოტა ხანში მთლიანად რო ესე რომ გაწყდება, ხო, აი მე მოგეშვება და თავისუფლად შეხვალ, არ არის პრობლემა. ელისაშვილი მარტო არ შესულა პარლამენტში, ალეკოსთან ერთად შევიდა მისი თანაპარტიელი ლევან იოსელიანი, მოკლედ ესენი არიან სამართლიანობისთვის მებრძოლები, ქართული პოლიტიკის ხარებადაგოგია. იმათ ხო ერქვათ ხარებადაგოგია, ამათ ქვია ალეკო და მეორე. ჩვენი მოთხოვნა თუ არ დააკმაყოფილოსო, ეგრევე უკან გამოვალთო. ეს ისიც რას გავს? აი გოგო რო გაიპარება, რო გათხოვდება და ვიღაც ბიჭს რო გაყვება და მშობლები რო არ იბრუნებენ უკან, იმიტომ რომ განათხოვარია გოგო. ხო და პოლიტიკური ქორწინება უკვე შედგა ალეკო და ახლა არ ამგონია შენი უკან გამოსვლით განათხოვარი პოლიტიკოსი უკან მიიღოს ხალხმა, რა ვიცი. ჩვენი ხალხის ტრადიციული ესე კონსერვატული ხასიათი ხო იცით. პირველივე დღეს მოუწია ალეკოს საკმაოდ მძიმე ტესტის გავლა. ეს ტესტი იყო თეატრულუკიანი. ნახოთ ვიდეო. არჩევნები გაყალდა თუ არა? გვეკითხებიან და დღეს აგერ შემოსვლამდეც გქონდა ერთ-ერთ ქართული ოცნების დეპუტატთან კამათი. გაყალდა, ჩვენ ამის ჯერა. თუ არჩევნები გაყავდა, აქ რას აკეთებთ? მივხვდით ხო თუ არჩევნები გაყავდა, აქ რა გინდაო, აქ რას აკეთებთ? ალეკოს კაცრად არ უპასუხია ამ კითხვაზე, ეტყობა თავს იკავებს, იმიტომ რომ თეაში შეიძლება ცხოვრობდეს ორი თეატრულუკიანი, ერთი საქმიანი და მეორე ბოროტი. საქმიანის რა გითხრათ, მაგრამ ძირითადად უფრო ბოროტი თეას იყენებს, ბოროტი თეა ჩანს ხოლმე უფრო ხშირად. არა, ალეკო მაინც სუსტია, ხმავე რა მოიღო, კიდევ კარგი იმ მეორეს არ უთხრა. ის მეორე რო ყავს, ალეკოს მეორე, აი ალეკო არა და მეორე, ეხლა ხო თქვი, აი ალეკოს თანაპარტიელი რო არის, პოლიტიკური მხეცი როა ვიღაცა. პოლიტიკური პიტბული ლევან იოსელიანი როგორ არის იცით, კაცო? თორე გააძვრენდა ტრუბაში, მე ხო ვიცი მაგისაბა ისეთია. აი რო დაგლეჯს ოპონენტს, პოლიტიკურ ოპონენტს თუ შეეფეთა, ხო ეგრევე. პიტბულითა, კბილი თუ არ დაადო ისე ვერ გაახსნევინე პირს, ისეთი არის. მართლა ძლიერი პოლიტიკური ფიგურა არის, რომ დავაკვირდი მე მაგას. თეა, ისე ალეკოს ბოლომდე განადგურება თუ გინდოდა, ასე უნდა გეთქვა, ალეკო თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რა გინდა ალეკო, აქ რა გინდა. სუ არის ის საგარეჯოელი კაცი, სუ არის ამ გადაცემაში. თეატრულუკიანი ალეკო ელისაშვილზე იერიში შემდეგ ნიკა გვარამიასაც გადაწვდა, მან საჯაროდ სხდომაზე გამოაცხადა ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი, რომ ვაკვირდები, თეა ძალიან არის გაბოროტებული. თან ისე გაბოროტებულიო, წონასაც ინარჩუნებს, საერთოდ არ სუქდება. ბოღმა ხო ასიებს ზოგადად. ბოღმა და ცომი ასიებს, მე ხო ვიცი, ესე მე მაგალითად ცოტა მოვიმატე, ხა ბოღმისგან არა, უფრო ცომისგან. ნიკა გვარამიას ნომერი რომ აქვს, არც გამკვირვებია, თეა ხო 8 წელია სწავლობს ნიკას ფენომენს, 8 წელი აგროვებს ინფორმაციას მასზე, თეა ხო ცნობილი გვარამიოლოგია, თვითონ ეს სპეციალობა ჩამოაყალიბა. ნომერი გამოაცხადა, ნუ აი რომ დაუკვირდი, ხო ეხლა ამხელა კრეატივია. ამას მოფიქრება ხო უნდა. თეა ახლა იცი რა ქენი? მოდი ესე გავაკეთოთ. მაი ავტოზე დადე განცხადება, იყიდება პრიუსი და მიაწერე გვარამიას ნომერი. რამდენი დაურეკავს? რამდენი დაურეკავს, აი გაგიჟდება. მაგრად ვიღადავებთ, მე სასტავი დავჯდებით ვიცინებთ. მე იცი რა ქენი, მე რო ჩაიძინებს ნიკა, შეიპარე ოთახში, გავპასტოთ, გავსკდებით სიცილით. შენ არ იცი რა ამბავი იქნება რა. და მე ერთად აი მე დავჯდეთ და ესე გავიცინოთ, კობახიძე რო იცით. ესეთი სიცილით ხო აქვს კობახიძეს და ესეთი ფორმით გავერთოთ, ხო შეიძლება. ძალიან ისეთი კრეატიული იქნება.
მე ვიცი რატომ არის თია წულუკიანი გაღიზიანებული. ხმა გავრცელდა რომ თურმე ამხელა ყოფილი იუსტიციის მინისტრ ქალს ნიშნავენ კულტურისა და სპორტის მინისტრად. კარგია, ახალი სპორტის სახეობა დაგვემატება ქვეყანაში სირბილი 100 მეტრიან დისტანციაზე თიას ბულინგის თანხლებით. მოკლედ კულტურისა და სპორტის მინისტრობით ისე ამცირებენ ამ ქალს და ისე ჩამოალაბორანტეს რომ ფაქტიურად უარესად აბოროტებენ წესით შემდეგ გამოსვლაზე გახარიას ტელეფონის ნომერი უნდა გამოგვიცხადოს თიამ. მე ასე მგონია. აშკარად დაეწყო ქართულ ოცნებას მამა მარჩენალის პოლიტიკიდან წასვლა, საცალია ბატონ ბიძინას ამ წვრილმანი დაპირისპირებებისთვის რა. საკუთარი ქონება აქვს კარგად შესაფუთი. ხმა გავრცელდა რომ საკუთარი ვეტფრენები მუშებზე გადააფორმაო, მუშებზე. მე მგონი ერთადერთი ქვეყანაა საქართველოს, სადაც მალიარს საჭვლის ფული არ აქვს, მაგრამ 2 ბოინგი ყავს. ისე ცოტა უხერხული ხომ არ არის ქვეყანაში 1 მალიარს 2-ით მეტი ვეტფრენი რო ყავს, ვიდრე მთელს ქართულ შეიარაღებულ ძალებს. აი ესეთი მიუმართავ ქეთი დოლიძეს. ქალბატონო ქეთი, გაგვცეს პასუხი მთავრობამ რას აკეთებენ ელიავას ხიდის ქვეშ დაბუდებული პილოტები. რატომ არ მიფრინავენ თავიანთ აეროდრომებზე? გეკითხებით. მოკლედ ბიძინა ისია შეშინებული დასავლეთის სანქციებით, რომ ვეტფრენები მალიარებზე გააფორმა და დენდროლოგიური პარკი სკოლის მასწავლებლებზე, აი მაგალითად იმ მასწავლებლებზე ბიძინას ხატს რომ ითხოვს. ხო, განახეთ წინა გადაცემაში, რომ ილოცოს. და ის ხალი შოქში იქნება, რადგან ბიძინა ხო ღმერთი გონია და ღმერთმა 60 გადაუფორმა, წარმოგიდგენიათ? უკვე რამხელა შოკის ტოლფასია, წარმოიდგინეთ. მთავრობის გუნდში არეულობით ისარგებლა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ და დაიწყო საკუთარი პარტიის გაძლიერება, აი ნამდვილი სტრატეგი. მან რამდენიმე დღის წინ გუნდის ახალი 12 წევრი წარმოგვიდგინა საინტერესო კლიპით, ისეთი დრაივი და ექშენი მოდიოდა ამ კლიპიდან, რომ თავიდან გაი რიჩის ფილმი მეგონა, თან მელია ხო გავს ჯეისონ სტეთჰემს. და მაგანაც მე შემიყვანა შეცდომაში თავისი ესე მობრუნებებით, აქედან მოდიოდა, ესე მიდიოდა, აქედან ეს სპეცეფექტებით იყო აწყობილი. ეს საპრეზენტაციო კლიპი ასე შეიძლება დავასათაუროთ ახალი NAT 12 Pro Max ვერსია, ან ნიკანორის 12 მეგობარი, ან პირდაპირ ბარბერის 12 მეგობარი, ბევრი ვერსია შეიძლება იყოს. სახეების განახლებასთან ერთად მან სლოგანზეც იზრუნა და მათი ახალი დევიზია მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა. ძალიან სწრაფად მოძრაობას არ გირჩევ, იმიტომ რომ ის მოკლე დუტის კურტკა რო გარბი ხარ ხო აგდი საკამდე და ამიტომ ძალიან სწრაფად სიარულის მაინც მეგირჩევ რომ არ შეიძლება, არ არის კარგი. ის დუტის კურტკა რა ვქნა არა მომდის თავიდან ისეთი მოკლე დუტი რამ ჩააცმე. არა, ისე მართლა უნდა პარტიას რაღაც ახალი, ამხელა გრიგოლ ვაშაძის დატოვების ტრამვა აქვს გადატანილი ნიკას, ფაქტიურად პოლიტიკურმა მშობელმა მიატოვა და წავიდა და ამ ახალი სახეებით ცოტა გულს გადააყოლებს. ბოლოს უკვე აღარაფერი უხაროდა ნიკას. ხან გუბას ეჩხუბებოდა, ხან იაგოს, გაღიზიანებული იყო ბიჭი რაღაცნაირად. ეხლა დაწყდარდება ცოტა ბოეშვება, ახალი რაღაცა, ახალი ის არის გუნდია, რაღაცა განახლება, რაღაცა ახალი იდეები გადააყოლებს გულს და ასე შემდეგ. გამოვა იმ სტრესიდან მოკლედ. ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ბაჯაღლო ტელევიზიაზე. ამას უბრალოდ სიტყვებით ვერ აგიხსნით, ამიტომ ნახოთ ვიდეო პირდაპირ. დღეს ხედავთ ახლა კამპანიას 2 ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც სახელმწიფომ გამოაცხადა მოღალატეებად და შეხმატკივრებულად მთელი სახელმწიფო ვერტიკალი ცდილობს ამ ადამიანების ასე ვთქვათ გარიყვას საზოგადოებაში. ეს არის ერთი-ერთი ის მემკვიდრეობა, რომ მოვასწროთ და ასე ვთქვათ გავხსნათ პირველი რეპორტაჟით. ნახეთ ხო, მოკლედ როგორც კი ივერი მელაშვილს დაუჭირა მხარი და მთავრობის საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა ამ ადამიანმა, წამყვანმა ეგრევე შეაწყვეტინა და სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი. იმედზე. მართალიცაა რა ალაპარაკებდა ამ ბიჭს, რაში ჭირდებოდათ ახლა იმ წამყვანებს იმის ახსნა დავით გარეჯი ვისია. ვერ უნდა შეატყო ადამიანს, რომ გარეჯის დაკარგვაზე მეტად ხელფასის დაკარგვის ეშინია. ხო ხდები, რას ლაპარაკობ. მოკლედ რომ ავხსნათ ბაჯაღლო ტელევიზიაზე შემთხვევით გაუვარდათ სიმართლე. ეს ბრმა სიმართლე გადაცემის პროდიუსერს მოხვედრია, ძლივს გადაარჩინეს თურმე ის ადამიანი. ამის შემდეგ გადაცემა შეწყვიტეს და ჰეროკრატის 4 სერია გაუშვეს ზედიზედ. რომ
გაეწმინდათ იმედის ბაჯაღლო აურა მთლიანად რომ გაწმენდილიყო. ეგრევე 4 სერია გაუშვეს, რომ მე თუ არ იქნებოდა საკმარისი კიდე 4-ს გაუშვებდეთ, ბევრი. მეგობრებო, ბოლოსთვის შემოვინახე ერთი საოცარი ამბავი, რომელიც ჩხოროწყუში მოხდა, იცით ალბათ ეს ამბავი, ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა საკუთარი მოსწავლეები წაიყვანა მერიაში და მსუბუქად რომ ვთქვათ, მერიის სველი წერტილები მოაწესრიგებინა და მზაფრად რომ ვთქვათ, მერიის ტუალეტი მოახეხინა. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო. სანამ რამეს ვიტყოდე, მინდა მივმართო ჩხოროწყუს მერს და ადგილობრივ თვითმმართველობას ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით რაქენით ასეთი მთელი რეგიონი რო ჩაერთო დასუფთავებაში, გამაგებინეთ. ამ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ჩხოროწყუს მერს, სამაგიეროდ განცხადება გააკეთა საკმაოდ საინტერესო თანამდებობის პირმა. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო. წამოვიყვანე ბავშვები მერიაში, იმიტომ რომ ესენი უნდა გამოვიდნენ მერები, მხატვრები, ინჟინრები, იურისტები, ცნობილი პიროვნებები, მაგრამ ოჯახს რო გაუჭირდეს, ცოლ-შვილის გულისთვის, ხვარ-შვილის გულისთვის, შეიძლება რომ ესეთი საქმე არ ითარგმნო. წამოვედით, ეს დავახვედრე გაბრიალებული. მე ფაქტიურად ბრიგადირი მქვია, მაგრამ ვარ მერიის ტუალეტის გამგე. მოკლედ ჩხოროწყუს მერიის ტუალეტს ყავს გამგე და ამ ხელა ქვეყანას არ ყავს პატრონი. გამგე ყავს, ესე იგი, წარმოგიდგენთ, მიხვდით ხომ რა შეესაქმე? ტუალეტის გამგე. ამათ ისე აქვს შტატები გაბერილი, აუცილებლად კიდევ ეყოლება ტუალეტის ვიცე-გამგე. გამგე თუ არის ახლა, ვიცე-გამგე ხო უნდა ყავდეს. ან ტუალეტის ზედამხედველობის უფროსი, ტუალეტის საგარეო ურთიერთობების ატაშე. ტუალეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. მოკლედ იმდენად დიდი ორგანიზაცია გამოდის, რომ კარგი იქნება მაგ ტუალეტს თავისი სუსიც რო ყავდეს, რომ გააკონტროლოს, ვინ შედის, ვინ გადის იმ ტუალეტში, ნაციონალები შედიან, არ შედიან, არ გამოდიან ხო ნაციონალებს დაძდევინა, ტუალეტში თუ შედიან ნაციონალები, ეგეც რო გააკონტროლონ. სუსი მაინც ხო იცი, სჭირდება ყველა ორგანოს. ტუალეტის გამგემ დიდი სიბრძნე თქვა, ბავშვებმა არც ერთი საქმე არ უნდა ითაკილონო, რო გაიზრდებიანო, მე ბავშვები თურმე გამოიყვანეს და წაიყვანეს თამარჯვანიასთან ცარიელ ყუთებში ბიულეტინები აყრევინეს, რომ პატარაობიდან ბავშვი შრომას რომ მიეჩვიოს და რო გაიზრდებიან, არაფერი ითაკილონ ბავშვები. მოკლედ მეგობრებო, მონოლოგის ბოლომდე საკმაოდ მძიმე გზა გამოვიარე, მაგრამ ძალიან თავაწეული ვამთავრებ ჩემს მონოლოგს, რადგან და პირნათელი ვარ ჩემი მაყურებლის წინაშე, რადგანაც წინ გაწიკწიკებული გადაცემა გელოდება. დიახაც, გაწიკწიკებული. თამუნა, შენს თავაწეულმა დაუკარი თუ შეიძლება. ჩვენ შოუს მუსიკალურად აპრობებთ ბენდი. თამუნა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით მადლობა.